საქართველოში 30-მდე რეგიონული ტელევიზია. მათზე ქვეყნის მასშტაბით არსებული სარეკლამო ბაზრის შემოსავლიდან მხოლოდ 4% ნაწილდება. დარჩენილი 96% კი მთლიანად საერთო ეროვნულ მაუწყებლობის ბიუჯეტში შედის. აჭარის რეგიონში არსებულ მწირ სარეკლამო ბაზარს ძლიერი კონკურენციაც ემატება. საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი კანონმდებლობაში არსებულ იმ ჩანაწერზე ამახვილებს ყურადღებას, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებულ ტელევიზიასა და დამოუკიდებელ მაუწყებელს არათანაბარ პირობებში აყენებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს კვლევის თანახმად ქვეყანაში სარეკლამო შემოსავლის 4% რეგიონულ მაუწყებლებზე, 3% რადიო სადგურებზე, ხოლო დანარჩენი მთლიანად ნაციონალურ მედიაზე ნაწილდება. ორგანიზაციის მკვლევარის ანა დაბრუნდაშვილის თქმით, ფინანსური სტაბილურობა რეგიონული მაუწყებლებისთვის უმთავრესი პრობლემაა. თითქმის სრულად სარეკლამო შემოსავლები მოდის ტელევიზიების შემთხვევაში ეროვნულ და მსხვილ მედია საშუალებებზე, რეგიონული მედია საშუალებები იკავებენ შემოსავლების დაახლოებით 4%-ს. ეს უმეტესწილად განპირობებული არის რესურსებს შორის იმ ძალიან დიდი სხვაობით, რაც არის მსხვილ მედია საშუალებებსა და რეგიონულ მედია საშუალებებს შორის. მსხვილ მედია საშუალებებს აქვთ ბევრად უფრო დიდი პროექტები, მათ ყავთ ბევრად უფრო მეტი ადამიანი, რომელიც მუშაობს მარკეტინგის განხრით და მნიშვნელოვანია, რომ ამ კუთხით ბევრი იმუშაონ რეგიონულმა მაუწყებლებმა. ტელეკომპანია ტელეარხი 25 სარეკლამო სამსახურში განმარტავენ, რომ რეგიონში ამ მხრივ კონკურენცია დიდია, სარეკლამო ბაზარი კი მცირე. მირიან ურუშაძის განმარტებით საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია, რომელიც ბიუჯეტიდან ფინანსდება, ამავდროულად დამატებით სარგებელ სასპონსორო პაკეტითაც იღებს, რაც მისი აზრით ისედაც მწირ სარეკლამო ბაზარზე არაკონკურენტულ გარემოს ქმნის. როდესაც ტელევიზია ფინანსდება ბიუჯეტიდან, ჩემი აზრით გადაცემების სპონსორი აღარ უნდა ყავდეს, რადგანაც ეს არათანაბარ პირობებში გვაყენებს უკვე რეგიონალურ ტელევიზიებს და საზოგადოებრივ მაუწყებელს. გამოსავალს კანონმდებლობის შეცვლაში ხედავს საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ნათია კუპრაშვილი. საქმე იმაში გახავთ, რომ ჩვენს ქვეყანაში საზოგადოებრივ მაუწყებელს დღეს ბიუჯეტიდან იმდენი დაფინანსება აქვს, რამდენიც კერძო მაუწყებლობს ერთად აღებული სარეკლამო ბაზრის სახით, იმიტომ რომ ერთადერთი პატიოსანი შემოსავალი ტელეკომპანიებისთვის, კერძო მაუწყებლებისთვის გახლავთ სარეკლამო თანხა. დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელი ფინანსდება ზუსტად იმდენი თანხით, რამდენიც საერთოდ არის სარეკლამო ბაზარი ქვეყანაში. და თუ პარალელურად საზოგადოებრივ მაუწყებელი ცდილობს აიღოს ულუფა კერძო ტელევიზიების კუთვნილი თანხიდან, ანუ სარეკლამო ბაზიდან მარტივად რო ვთქვათ, ყიდის რეკლამას, ეს რა თქმა უნდა პრობლემურია კერძო ტელევიზიისთვის. საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს 12 ქალაქში არსებული მედია საშუალებები გამოიკვლია და დაადგინა, რომ რეგიონული მედია საშუალებების მფლობელობა გამჭვირვალეა, თუმცა ასევე აღნიშნულია, რომ მათ ფინანსური მდგომარეობის შესანარჩუნებლად დღემდე ბრძოლა უხდებათ.